ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენის მცდელობა თუ მონაკვეთი მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად. რა გეგმები აქვს რუსეთს და რაში სჭირდება? ოჩამჩირიდან ერმგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის გეგმის განხორციელება სპეცტექნიკამ და სარკინიგზო ჯარების 500-მა მოსამსახურემ უკვე დაიწყო. რა პროცესების გამოწვევა შეძლებს აღდგენილი 33 კილომეტრი. ექსპერტები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ რუსეთ საქართველოს რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მეორდება თუ არა 2008 წლის სცენარი, როდესაც სოხუმი ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთი აღდგა. რა საფრთხეებს შეიცავს სარკინიგზო სამუშაოები ოკუპირებულ აფხაზეთში? სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას მოამბის ღია ეთერში. სალომე, გისმენთ. მარიამ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ როდესაც საექსპორტო წრეებში საფრთხეების შეფასებაზე საუბრობენ, ისინი პირველ რიგში თვალსაჩინოებისთვის იყენებენ ოკუპირებული რეგიონის რუკას და მასზე დადანილ სარკინიგზო მარშრუტს. შეიძლება ითქვას, რომ 90-იანი წლების შემდგომ ეტაპობრივად დაიწყო ოკუპირებულ რეგიონში სარკინიგზო ხაზების მოწესრიგება. იცით, რომ უკვე მაღლიდან, დასავლეთიდან, ანუ ლესელიძიდან, სოხუმის მიმართულებით სარკინიგზო ხაზი მოქმედებს და იქ უკვე რამოდენიმე წელია დადიან სამგზავრო მატარებლები. ეს ხაზი უკვე დასავლეთისკენ, ანუ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ კიდევ 50 კილომეტრით 2008 წელს გამოაგრძელა რუსეთის ფედერაცია, მაშინ როდესაც სოხუმი ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთი აღდგა, ხოლო ამ ეტაპზე, როგორც იცით, მიმდინარეობს უკვე სამუშაოები ოჩამჩირე ენგურის სარკინიგზო მონაკვეთზე 33 კილომეტრიან მონაკვეთზე, სწორედ ეს 33 კილომეტრი აშორებს საოკუპაციო ხაზს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ბოლო სარკინიგზო წერტილიდან. გამომდინარე აქედან ექსპერტები საუბრობენ ორ საფრთხეზე, ისინი მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში უკვე ექსპლუატაციაში მოყვანილ სარკინიგზო გზებს რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიწყოს საუბარი ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენაზე. მეორეს მხრივ კი ექსპერტები არ გამორიცხავენ არც იმას, რომ განმეორდეს 2008 წლის სცენარი, მაშინ როდესაც ომამდე რამ ცოტა ხნით ადრე რუსეთის ფედერაციამ ჯერ აღადგინა რკინიგზა, შემდგომ კი უკვე სამხედრო აგრესიის დროს სწორედ სოხუმი ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთი გამოიყენა იმისთვის, რომ მძიმე ტექნიკა შემოეყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს. რაც შეეხება ვადებს რუსეთის ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ ეს ბოლო 33 კილომეტრიანი მონაკვეთიც მუშა მდგომარეობაში უკვე წლის ბოლოსთვის მოვა. რუსეთის სარკინიგზო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს კონკრეტული დავალების შესასრულებლად კონკრეტული ვადა აქვთ. ჯარისკაცთა 500 კაციანმა შემადგენლობამ 33 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი წლის ბოლომდე უნდა გაწმინდოს და აღადგინოს. სამუშაოებზე პასუხისმგებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არმიის გენერალი ბულგაკოვია, რომელიც აფხაზეთში ამ მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სურვილს ოკუპანტი კრემლის კეთილშობილური სურვილებით ხსნის. ყველა სამუშაო სრულდება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და რესპუბლიკის შიგნით სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგების მიზნით. თუმცა თბილისს მოსკოვის არ სჯერა. მით უმეტეს მაშინ, როცა თავად ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედია ღიად უკავშირებს ოჩამჩირე ენგურის ხაზის შეკეთებას ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის სურვილს. სწორედ ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის მცდელობად მიიჩნევენ საოკუპაციო ხაზამდე დარჩენილი ბოლო 33 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას საექსპერტო წრეებში. პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ უკვე ამის შემდეგ დაიწყებს კრემლის კავკასიიდან ოკუპირებული ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლისა და ტვირთების მიღების აღდგენაზე. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ საუბარია ალბათ მოსალოდნელ რკინიგზის გახსნაზე. ეს გადაწყვეტილება არაფრის სანაცვლოდ არ უნდა იყოს მიღებული. მთლიანად რკინიგზის გარემონტებას ისინი ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის მომზადებას იმისთვის, რომ აი ტრანსკავკასიური რკინიგზა მომავალში ამუშავდეს, ისინი ამას გააკეთებენ როგორც ჩანს. და ვთვლი, რომ ეს არის ფაქტის წინაშე ქართული მხარის დაყენება. თუმცა ექსპერტთა მეორე ნაწილი საოკუპაციო ხაზამდე დარჩენილი 33 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას სხვა მიზეზით ხსნის. პოლიტოლოგები 2008 წლის მოვლენებს იხსენებენ. მაშინ სამხედრო აგრესიამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ფედერაციამ სოხუმი ოჩამჩირის 50 კილომეტრიანი ხაზი აღადგინა და ომის დროს ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებთან ახლოს ჯავშან ტექნიკის გადმოსაყვანად გამოიყენა. ახლა ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხაზამდე დარჩენილ 33 კილომეტრსაც პროვოკაციების არემონტებს. ამას შეიძლება ქონდეს ორი მიზეზი. პირველი, ეს არის მძიმე ტექნიკის შემოყვანა და პროვოკაციის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ და მეორე, თუ არსებობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგეს რკინიგზა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იძახიან, რომ რკინიგზა არ აღდგება, აქედან გამომდინარე რჩება პროვოკაციის გზა. ოდნავ მაჭირდებათ ეს სარკინიგზო, ასე ვთქვათ, მონაკვეთი, თან გამოყენებული განსაკუთრებული სახეობის ჯარები, სარკინიგზო ჯარები.
რომ მათ შეძლონ მძიმე ტექნიკისა და შესაბამის სამხედრო შენაერთების გადასროლა საქართველოს შიდა ტერიტორიების მიმართულებით. სწორედ პროვოკაციების მოწყობის სურვილს უკავშირებენ თბილისში რუსეთის ფედერაციის ამ ნაბიჯს, თუმცა ხელისუფლება ქვეყნის აგრესიულ ქმედებებში ჩათრევის შესაძლებლობას ამ ეტაპზე გამორიცხავს. დღეისთვის ოფიციალურ წრეებში გამორიცხავენ ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენის საკითხსაც. იმაზე დიდი საფრთხე, რაც დადგა 2020 წლის აგვისტოში ოკუპაციით და იგივე რკინიგზის გატარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაღაც მონაკვეთზე სიტყვაზე სოხუმიდან ოჩამჩირემდე. ამაზე დიდი, ამ ტიპისვე საფრთხეა ეს. თავისთავად, ეს არის გრძელდება ოკუპაცია. ყველაზე არარენტაბელური ჩანს, იმიტომ რომ მას არანაირი სარეკნება გამოსავალი, თუ რა თქმა უნდა არაღზა რკინიგზა, მთლიანად გამჭოლი რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე და ამაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს არანაირ. პროვოკაციად არ ვაფასებ ამას, ვაფასებ უკანონობად, ეს არის სრული უკანონობა. არანაირად ჩვენ ეს თემა არ განგვიხილავს ამ ჩვენ პრაგის ფორმაში, არც სხვაგან არ განხილულა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ეგზოტებული აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განიხილება. ოჩამჩირე ენგურის სარკინიგზო ხაზის აღდგენას რუსის სამხედროები აგვისტოს დასაწყისში შეუდგნენ. მალევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრემლმა სამხედრო წვრთნებიც დაიწყო. წვრთნებისა და სარკინიგზო სამუშაოებიც აქტიურ ფაზაში კი სწორედ მაშინ შევიდა, როცა საქართველოში 2008 წლის რუსული აგრესიის 7 წლისთავი შესრულდა და ქვეყანაში ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი დაიგეგმა. რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდა ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს, თუმცა სამუშაოები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში. გენერალი ბულგაკოვი კი ამ დრომდე ირწმუნება, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის ფედერაციამ დე-ფაქტო მთავრობის თხოვნის საფუძველზე გადადგა. მადლობა სალომე, სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.